Okay, მოგესალმები. მე ვარ ნიკა, ჩემი სასცენო სახელი არის Wayward Atom. დღეს ვისაუბრებთ ტექნოზე. უფრო მეტად ჩაუღრმავდებით ტექნოს mixing-ს, მე ჩემს რაღაც რჩევებს, ტიპებს გაგზიარებ, რასაც ვიყენებ mixing-ის დროს. და მოდი გავქანდეთ პირდაპირ. სანამ გავაკეთებ, კიდე დავიწყებთ mixing-ს, გავაკეთეთ რაღაც პატარა ტრეკივით. თუ უყურებ ჩემი ვიდეოებს, მე სულ DS Kicks ვიყენებ, მოდულს Kicks, რომელიც ძალიან მომწონს. შეგიძლია შენ სემპლი გამოიყენო, მაგრამ თუ გაქვს DS Kick-ი, ამას ძალიან ბევრი პლუსი აქვს, რომ პარამეტრები შეგიძლია აკონტროლო. ცოტა მაღალ BPM-ს მივცე. პირველ decay შეგიძლია შეცვალო, envelope შეგიძლია შეუცვალო, drive შეგიძლია დაუმატო თქვა, ესე შემდეგ, ხო? შეგიძლია pitch-ი შეუცვალო, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ტონალობაში გქონდეს ხო, kick-ი და sub-bass-ი ან kick-ი და რაღაც სხვა ინსტრუმენტები. ხო და მნიშვნელოვანი არის, რომ kick-ის ტონალობა, ნოტი გაუსწორო შენი sub-bass-ის ტონალობას. ახლა F-ი რო აწერია, ეს ნიშნავს, რომ არის ფაში. შეგიძლია ხო აიყვანო ნახე და ადის ვთქვათ ლა, C, do ზიეზირე იყოს, სადაც იყო ფაში არის რა და შესაბამისად ტონალობას ფას ავიღებ, ფა მინორს ავიღებ და შესაბამისად რასაც გავაკეთებ, იქნება ყველაფერი ფაში რა, კვანტიზირებული ერთი. შესაბამისად ყველაფერი იქნება ერთ ტონალობაში რა. Okay, kick-ი გვაქვს, უკრას ამ kick-მა, სანამ ამ kick-ის mixing-ზე მოვდგებით, ავიღოთ რაღაცა ინსტრუმენტი, რა ვიცი, მაგალითად, melody ვთქვათ. და ჩავწეროთ ეგეთი რაღაც. სუბი გავაკეთეთ ახლა. ეს გავაკეთეთ ერთი გრძელი სუბნოტი. ხო, ოქტავას დაუწიოთ, ეს აღარ ოქტავას დაუწიოთ. ახლა ოჩასმებში თუ უსმენ გაიგებთ ესეთ და დავამატოთ რაღაც ერთი ორი ნოტი. Okay, იყოს ესე რა. ფილტრს ჩავხურავ. ეს მონოზე გადავიყვანოთ, იმიტომ რომ არ გვჭირდება ამის ისა. და უკრას ესე რა, სუბი. მე რადგან ცუდად მესმის ამ ყურსასმენებში რატომაც ძალიან ხვადავლა მესმის ყველაფერი და იმედია რომ ნორმალურად იწერება. Okay, ეს სუბი და kick-ი იყოს, ამათთან მე მოვდგებით, ამათთან მიქსვაზე ახლა იყოს რაც არის უკრას. კიდე ავიღოთ მაგალითად DSIS FM-ი, რომელიც ძალიან მევასება. ცოტა გრძელი ტაქტი გავაკეთოთ, თუ არ გავაკეთოთ გრძელი, კაი გავაკეთოთ 4 ტაქტი. ჩავწეროთ ეს ნოტი და ახლა სად ვართ? კაი, ფაში ჩავწეროთ ჩვენ, მაგრამ მაინც. ხო, ესეთი ის არის და ყოველ 4 ტაქტში ერთხელ აი ამას გააკეთებს ახლა რა. მაგრამ ხო, ეს არის. მაგრამ სახელისო რომ იყოს ეს რაღაც დებილობა რო არ აკეთოს. ავიღოთ expression control, რომელიც და სულ random-ს ავიღებ რა, random expression control ეგრე მუშაობს, რომ ყოველ შესულ ტრიგერზე და ტრიგერი ამ შემთხვევაში ეს ნოტი იქნება რა, ეს ერთი ცალი ნოტი როგორც კი გააქტიურდება და შემოვა, აი დაარენდომებს რაღაც პარამეტრებს, რასაც მე მივაბამ. ახლა ყველაფერს დავარენდომებ საერთოდ, ანუ რაც კი იქნება, ყველა პარამეტრს დავარენდომებ, იმიტომ რომ მე ასევე ძალიან რენდომი მე. pitch-ს დავარენდომოთ, რენდომი decay-ს დავარენდომოთ და მეხუთეზე დავარენდომოთ რა დარჩა, amount-ი. აი ყოველ ჯერზე ახლა რაღაცები იქით გამოვა რა. კიდე რაღაცას ისე ყოველ ჯერზე სხვანაირად დაიკრება. ახლა არ დაიკრა საერთოდ რატომაც. რაღაც ისეთი პარამეტრი გამოვიდა რომ არ დაიკრება, ნახოთ შემდეგი. ხო, პრინციპში ხა რაც მივიღეთ არის რომ ყველა დაჭერაზე ვაფშე სხვადასხვა დაიკრება რა. რაც მე მინდოდა. და ახლა დავადოთ ეგეთი ეფექტი, echo და რავი, აბა იქნება რამე ამის პრესეტი დავადოთ. Time traveler echo დავაბაზარებ. ხო, ეგეთი ეფექტი იქნება და feedback-ს გავუზრდი, რომ აი დიდი ხანი გაყვეს რა და
აი ხო უკვე ძალიან ჩქარა ხდება, ამიტომ გავზრდი დიდი ტაქტი რო იყოს და მოცა დრაივი მივცეთ. ოკეი. ეხლა ჰაი-ჰეტები მოვიტანოთ. მე-16 ჩავწეროთ უბრალოდ. ხო, ეხლა ესეც იგივე რეპეტიტიული რო არ იყოს სულ, ხო? მოვიტანოთ ელფო. სად არის ელფ? და ძალიან თხელი, ძალიან პატარა რენდომი ავიღოთ. დამეფოთ decay-ზე. და აი შეუზღუდოთ, რომ ისე ჩამოვწევ ამ decay-ის პარამეტრს. და აი ნახტაბას აი ესე აქამდე რომ გაიზარდოს ხოლმე რა. და ნელი იყოს არა პრობლემა. პრინციპში ამდენიც არ მინდა. აი ესე ოდნავ და ოდნავ გაიშალოს ხოლმე რა. ოკეი. და მოდი ერთი ოპერატორიც დავამატოთ. ძალიან უხდება ძალიან მუსიკას ოპერატორი. და snake-ი მოვიყვანოთ. არ ვიცი რა გავაკეთე. აუ ძალიან სწორი. ძალიან კაი არის. ცოტა დავუწყო frequencies. Stingy არის sequencer-ი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს. ახლა ბევრ დროს არ დავხარჯავ ამის აწყობაზე, mixing-ზე მინდა უფრო დიდი აქცენტი რო გავაკეთოთ რა. აუ ეს ძალიან გაიხსნა და მომწონს ესე რო გაიხსნა. ახლა ცოტა ამით შევზღუდავ limits დავუწყებ, რომ ძალიან დიდი decay არ გაიხსნას რა. კაი, მშვენიერი არის იყოს ესე. აი ეს ოდნავ ესე გავხსნი და ესე. კაი, ეხლა დავიწყოთ რა. ანუ რაღაც ეგეთ რაღაც გამოვიდა. მოდი რაღაც კიდე გავაკეთოთ. რაღაც მინდა რომ ფანი იყოს. snake-ი ავიღოთ. და აი ეს ოპერატორის ოსცილატორები გახსნას snake-ის random მარა. სათიყო. აი ესე ხო. კი ბატონო. და მეორემ გახსნას აი ეს. და თქვა რაღაც მომენტში ძალიან გახსნას ეს. და ასე თქვა. ოკეი. ეგარი ხო? და резонანსს ცოტას მივცემ, ავიღებ MS2-ს, უფრო ისეთი უხეში ის იქნება. ოკეი, ეგ არის რა. რაღაც გამოვიდა ეგარი. დიდად აღარ ჩავუღმავდები და კაი მოდი hi-hats-ს დავადოთ ეფექტი და ეგ იქნება რა. აბა made for drums და live to the percussion. იყოს ესე. და ბარემ kicks-ს დავადოთ. ან კაი, ეს უკვე sound design-ის ნაწილში გავაკეთეთ. კაი, დავიწყოთ რა, ეხლა mixing-ის ნაწილი გავიაროთ. ნუ აი რაღაც ეგეთი ის glow არის. ეხლა ერთ-ერთი რაც გავაკეთებ, kicks დავადუპლიკეიტებ. და ერთ kicks გავუკეთებ, იმას რა ქვია, ცოტა rumble რო კონდეს. kick verb ავიღებ. ანუ kick-ის reverb-ს ავიღებ და pre-delay-ს გავუკეთებ ერთ მერვეც, რომ აი kicks კონდეს ეგეთი აი ესე. ამის გარეშე. ამასთან ერთად ხო? მაგრამ ამის საერთოდ არ მჭირდება ამის ამდენი მაღალი, ამიტომ ცოტა equalizer-ს ჩავკეტა. ესე იყოს რა. და აუცილებლად mono. ეს. ოკეი. ეხლა დავიწყოთ რა. ეხლა დავიწყოთ mixing-ის ნაწილი. ნუ ეხლა რა მნიშვნელობა აქვს რა არის მუსიკას თვითონ ინსტრუმენტებზე შეგვიძლია ვიფიქროთ ეხლა როგორ შეგვიძლია რაღაცები გავაკეთოთ. პირველ რიგში, ნუ ამას kicks დავარქმევ, რომ არ დამავიწყდეს. ეს არის low end-ი არის. ნუ საბი ხო ვთქვათ.
და მოდი kiki და sub ეს ორი დავგრუპოთ. ეს low end-ი უთხრათ ამას, რომ kiki და sabi ხო იყოს low end-ის სიმეში და გრუპში. ხა ეგეთი რაღაც გავაკეთეთ. მოდი kiki-ის დამუშავება დავიწყოთ რა. პირველ რიგში, რაც ძალიან საინტერესო რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის რომ სატურაცია გამოვიყენოთ. რომ kiki უფრო ცოტა ცხადი გახდეს. აი ნახე განსხვავება. ანუ ეგრევე წინ წამოწევს რა, მაგრამ რაც ამაში არ მომწონს არის რომ ძალიან ბევრი გარდა იმ ტრანზიენტისა რაც kicks აქვს და მიძლიერებს, მაგის გარდა ბევრი ჭუჭყიც ამოაქვს ძალიან მერე რა განგზობით დროში და ამიტომ ეგეთ რაღაცას ვიყენებ ხოლმე მე. ერთი საინტერესო დეტალი არის რა. სათხარ envelope follower-ო. Data აი envelope followers ვიღებ, რომელიც არის იდეაში რა არის რა, ანუ kiki-s აუდიოს ნახე უქმნის რაღაც მოძრაობას, რომელიც შეიძლება პარამეტრს მიაბარა და ეხლა რასაც ვიზამ იქნება, რომ ანუ ზუსტად ამ ლოგიკით მივაბამ drive ads და ნახე ხარ მოხდება, ანუ ესე იგი 0-ზე ბოდიში ანუ drive ads ჩავხურავ და აი ეს მინდა და ზუსტად ხო რა, აი ანუ სულ კი არ იყოს drive-ეთი 100-ზე, არამედ იმ მომენტში და თქვა და ფაიცოთ რაღაცები დავტესტოთ. არაფერი არ გვინდა მეტი. ხო, აი ესე რა, მარტო დარტყმის დროს მინდა, რომ drive-ეთი იზრდებოდეს, რომ აი თვითონ ტრანზიენტი გაძრეს kiki-s რო ეს punch-ი კონდეს რა, მაგრამ დანარჩენი აღარ მინდა, რომ იყოს საერთოდ. ის დანარჩენი ინფორმაცია, იმიტომ რომ kicks ხო ტრანზიენტს გარდა კიდე ინფორმაცია აქვს დიდი და ეგ აღარ მჭირდება. ამიტომ ესე არის რა. ახლა თან ამის გარეშე რა ვაკეთებდით, მიპიკავდა, ახლა აღარც მიპიკავს, ხო? ოკეი. და შეგვიძლია თქვა glue კომპრესორი დავადოთ. ცოტათი ამ სატურირებულს უკვე threshold ჩამოუწევ, სადღაც ესაც ხო 5 დეციბელთან რა იყოს სამიზნე და ამ 5 დეციბელს მივიცემ ახლა. რელიზის სწრაფი მინდა და ახლა აი ამით შეგიძლია განსაზღვრო ეთქით, თქვათ თუ double attacks დააყენებ, strap attacks დააყენებ, ხო? kiki-s ტრანზიენტსაც შეჭამს, ანუ შეჭამს რა დაკომპრესირებს და შეგიძლია თქვათ ისე გააკეთო, რომ 3-ზე ან 10 მილიწამზე თუ დააყენებ, kiki-s მთავარი punch-ის დარტყმა გაძრება, ანუ მთავარი რაც არის დარტყმა ტრანზიენტი გაძრება და დანარჩენს დააკომპრესირებს, რაც ნუ გემოვნების საკითხი არის, ყურით უნდა გადაწყვეტო ეგ რომელი გირჩენია რა. ხო, ნახე განსხვავება საკმაოდ ისეთი არის. ჩემი ყურისთვის ახმადი არის. კაი, ეხლა შემდეგი დეტალი. kiki-s და sabi-s ერთმანეთთან დამეგობრება უნდა გავაკეთოთ რა, იმიტომ რომ ეხლა მე ძალიან ცუდად მესმის ყურსასმენის გამო რატომაც რა, მაგრამ ოკეი. ეხლა ნახე, ეს აუცილებლად ეს kiki და sabi ერთმანეთთან კონფლიქტში არიან და ვიზუალურად მოდი გაჩვენებ pro-qt, რომ ესენი ერთმანეთთან კონფლიქტობენ აუცილებლად, სულ ეგრე არის ხონერად ვერ ხდება ხოლმე. ახლა რასაც გავაკეთებ უბრალოდ equalizer-ი არის ეს და ნუ ამ equalizer-ს შეუძლია რომ სხვა equalizer-იდან ამოიკითხოს ინფორმაცია და შეგაჩვენოს კონფლიქტური სიხშირეები. აი ნახე, ეს ზუსტად ეს range-ი, სადაც kiki არის, ანუ რანოტი არის ხო, ეს ჩვენი fa, სადაც იყო. აი ამ range-ი, ანუ 30-დან სადღაც 50 Hz-მდე კონფლიქტი არის რა. ამიტომ ხა ნახე რას ვიზამ რა, ამას უბრალოდ დავშლი ხა ვიზუალურად გაჩვენე. equalizer-ს წამოვიღებ ჩვენს Ableton-ის equalizer-ს. ესე იგი დავდებ kicks-ზე რომ ჯერ მოვუძებნო ზუსტად სად არის ხო? აი ნახე ეს სატურაციამ რა გავუკეთა. რამდენი წამოიღო ჰარმონიკი. და ეს ვაფშე არ მჭირდება ეს იდეაში. ეხლა უბრალოდ იმაში ვეძებ სად არის, ანუ 40-50 Hz-ი არის სადღაც რა, პრინციპში აქედანაც შეგიძლია მივხვდე ეგ, რომ 43 Hz-ი არის. ეხლა ამ sabi-s არხზე გავაკეთებ equalizer-ს, ყველას გავაქრობ, არ მჭირდება. სადღაც 45 Hz-ს ავიღებ.
45 ჰერცს ავიღებ ამ საბის არხზე. აი ეგ, სადაც ზუსტად ურტყამდა რა ის. და აქედან envelope follower-იდან კიდევ ერთ envelope followers გავაკეთებ. ამ პრინციპში აქედანაც შემილია, მაგრამ მირჩენია რომ ახალი იყოს, იმიტომ რომ რაღაც პარამეტრების შესვლა აუცილებლად მომინდება. აი ამ envelope followers ავიღებ. იდეაში DK-ს ამას მე დაუკვლებდი, ამ ხელა DK რა ადმინა საერთოდ ვერ ხვდები ამ kick-ზე. ხო, აი ესე იყოს. აი ეგრე იყოს რა, უფრო snap-ი, უფრო სწრაფი kick-ი რომ მქონდეს და აი ამ envelope followers, ხო, მივაბამ, დაიცა დავმეფო პირდაპირ, აი ამ gain-ის ნობზე. აი ამ პარამეტრის ნახე ეს gain-ი არის, აი ამის ჩაწევა. და მინდა რომ ფაქტიურად side chain-ივით არის, ну side chain-ი არის, multi-band side chain-ივით გამოდის, ხო, რაღაც კონკრეტულ სიხშირეების სპექტრში ამას ჩამოწევს, როცა kick-ი დაარტყამს. მაგრამ რატო არ ვიცი, ჩემი ყურისთვის ეს უფრო უკეთ მუშაობს, ეს უფრო მომწონს, როგორც აკეთებს და ვიზუალადაც რო აღვიქვა, მეგეც ძალიან მომწონს. კაი, აი მოდი კიდევ ერთხელ იმას ვიზამ. თქვა ცოტა შებრთული იყოს ვიღაცისთვის ეს 0-დან იმას ვიზამ, ეხლა ახსნი კარგად კიდე რას ვაკეთებ რა. ანუ kick-ის როცა მჭირდება, რას ვაკეთებ, როცა მჭირდება kick-ის და sub-bass-ის კონფლიქტების მოგვარება რა. kick-ის არხზე ვდებ envelope followers, რომელიც იმეორებს kick-ის მოძრაობას და შემიძლია რომ ამ ეს მოძრაობა რაღაც პარამეტრზე დავმეფო, ვიცი რომ ხო kick-ი მაქვს 43 ჰერცში რა, ანუ ნოტა ფარი და საბიც ვიცი რომ ნოტა ფაში მაქვს და უეჭველი სიხშირული კონფლიქტი აქვს. ამიტომ ვიღებ ამ 43 ჰერცს equalizer-ზე და gain-ს მეფავ, ხო, უკვე დამიფილი მაქვს, ოკეი, და თავიდან დავმეფო. gain-ს მეფავ საბის ამ 43 ჰერცზე და ყოველი kick-ის დარტყმა ეცა ყოველი kick-ის დარტყმა იქნება ხა ეს რო გავაკეთებ დაიცა 50% ჩამოვწიოთ. აი დაუკვირდი რა ხდება. ანუ ეს მოძრაობა ეხა აქ რაც ხდება, ხო? ზუსტად იმ ლოგიკით 43 ჰერცს ეწევა აი აქ რა, შეგიძლია კიდევ უფრო დრამატულადაც გააკეთო იდეაში, თქვა თუ ჩამოწევ კიდევ უფრო ქვევით. აი შეგიძლია kick-ის დარტყმასთან ერთად ჩამოიწიოს ისიც რაც ძალიან მაგარი არის რა. ან ხა ამას რო უსმინო. ხო, აი ყურით მესმის ეს დაბალ სიხშირეებს უფრო ამეშება. ну, ფაქტობრივად side chain-ივით არის რა. შეგიძლია ესე დრამატულადაც არ ქნა, მაგრამ იყოს whatever, ხა ეგრე დრამატულად იყოს. ოკეი, მე შემდეგი რაც შემილია, აი ეს საუნდი რაც გვაქვს რა. ამაზე მე გამოვიყენებდი OTT-ს, იმიტომ რომ ძალიან მევასება OTT როგორც მუშაობს. ოღონდ drive-ს ცოტა დაუწევდი, რომ ის ძალიან შეიძლება 50-50-ზე იყოს, რომ რაღაცნაირად OTT სულ ხდება ეგეთ რაღაცებს, კარგად აკომპრესირებს და აი ხა ამდენი დაბალი ამაზე არ მჭირდება, თქვა ჩამოვაჭრი, რომ მე kick-ს დემებს არ შეუშალოს ხელი, ხო? აი ეს. თქვა 130 ჰერცის მერე. ხო. Hi-hat-ზე არ ვიცი, hi-hat-ზე ჯერ გავაკეთეთ მოდი ის, რომ ეს დაბლები ჩამოვაჭრეთ, უეჭველი ამ hybrid reverb-ს ძალიან ბევრი დაბალი აქვს და არ მწყოს ეს რა. ხო, ის საკმაოდ ხელი, საკმაოდ კაი ხმა არის რა. არც არაფერი არ არის გასაკეთებელი, ერთადი ოდნავ მარცხნივ გადმოწეული. და აი ეს ოპერატორი რა. ამას აუცილებლად კომპრესია ჭირდება ჯერ. reverb-ამდე. აი threshold ჩამოწევ, სადღაც ესე. ეთექს დავანებებ თავს. ცოტა უხეშად დავაკომპრესირებდი, რელიზი იყოს აუტოზე პრინციპში. და ოდნავ მივცეთ ესა რა. make-up gain. EQ-ზე რა შეგვიძლია რო გავაკეთოთ, ხო? აი ხა ამის ამდენი დაბალი, იმიტომ რომ ამ სუბთან ერთად იქნება ძალიან წვალება რა და არ მჭირდება ამდენი დაბალი. და სადღაც მივცეთ, მოდი, აბა, აი აქ. კაი არის, როგორც არის. ხო, მშვენიერი არის. და მაგალითად ამაზე შემიძლია რომ გავაკეთო პრინციპში რა ვიცი, აი, ცადოთ აბა სატურაცია რაღაც. ახლა სატურაცია თუ არის, ხო? რა არის? გაჩვენებ ხა სატურაცია რა არის. აი
ნახე ბევრი არის. ოდნავ რა და delay-ც მივცეთ, რატო არა? რატო არ უნდა მივცეთ delay? echo მივცეთ ამასაც вообще, რატო არ უნდა მივცეთ echo? ძალიან მოუხდება. აი ისე შეგიძლია, აი slap back და Oof, yeah boy. slap back-ი არ ხდება ამას ping pong ვაედება დავა. არა ping pong-იც არ ხდება. long tape აბა. No whatever, ხო, იყოს რა რაც არის. ხო, ну, პრინციპში ხა კომპრესიას ყველაფერზე გამოვიყენებდი რა. აი რა glue compressors დავდებდი, I am low end is დავგრუპე ამ არხზე კიდევ ერთ კომპრესიას აი ახლა თქვა ესე რომ თქვა ესეთ მანში რა 3 მილიწამი და უფრო რომ შეაწებოს იქნება. აი განსხვავება ნახე ხა როგორ იქნება 1 მილიწამზე kicks უსმინე და 30-ზე. ახლა სამბეურია მაგრამ ესე სადღაც არა. და უკვე 0.1 მილიწამი არის და აქ არის 10 მილიწამი. Kicks იმას დავუკვირდი presence. აი ნახე მიქსი რომელი უფრო კაი იქნება. ხო არის, მგონი 10 მილიწამი ასარებს. ხო, და ნუ უფრო დააკომპრესირებს რა ამ ყველაფერს და ასარებს. ამ მელზე რაღაცების გაკეთება კიდე შეიძლება პრინციპში. შეიძლება რაღაცა simple FM და აი ხო, მაგრამ ხარ მოხდება ეს ყველაფერი. პრინციპში ეს არის ხო რა, ახლა ნუ ძალიან კაი, ოკეი, აი 4 დეციბელი დავწდით იმაზე ხო main არხზე, ამიტომ რაც გავაკეთებ, რომ ყველა არხს ერთად მომნიშნო, ჩაუწევ 4 დეციბელით. ახლა -3 გვაქვს ისა ხო, პიკი. კიდე დაუწიოთ ცოტა. ახლა -7, -8 გადასარევი არის. და ახლა მე მაგალითად ვიყენებ მასტერინგისთვის, პრინციპში ხა ვითომ mixing-ს მოვჭით, მაგრამ აი მასტერინგისთვის ვიყენებ Maserati-ს. გენიალური არის, აი ძალიან მიყვარს Maserati როგორც აკეთებს თავის საქმეს. და ძალიან მარტივი არის თან Maserati მაგიდან მომწონს, რომ აი არაფერი პარამეტრები არ აქვს თითქმის, ანუ აი ჩაიტვირთოს. აი masters გადავყვან. შეიძლება ამდენის და ნუ ახლა განსხვავება აუი restream-ამდე უნდა ჩავდეთ არა შევერ გაიგებ წინას შემიშალად. ოკეი, აი ეს ხო ქონდა. აი ესეთი საუნდი ქონდა Maserati-მდე. აი Maserati-ს მე ეგეთ საუნდი არის ხო. ძალიან მაგარი პლაგინი არის ამ დემოკრატიას. და ძალიან მარტივი პარამეტრების კონტროლი არის უმარტივესი, ანუ ეს high, mid, low, sensitive კომპრესია როგორ გინდა და всё, გამორთავ. ეს მთელის მოქვს და ძალიან ასწორებს რა. ნუ მოკლედ ამას ვიყენებ მასტერინგში ძალიან ხშირად რა. პრინციპში ეგ არის რა. მასტერინგი რა იყო და mixing-ზე რაღაც პატარა ტიპები ესეთია. კაი, პრინციპში ეს არის ხო, ეხა რაღაც mixing-ის დროს, როცა ელექტრომუსიკას მიქსავ, ამას ხშირად ვიყენებ ამ ტექნიკებს. ეხარია თუ უყურე, თუ ბოლომდე მოხვედი, ყველაფრის თქმა დამოვიწყდა, რომ დავასწავლე Ableton-ზე და თან შეგიძლია ჩემი მუსიკის მოსმენა Spotify-ზე, მაგრამ ნუ აქამდე თუ მოხვედი, ახლა გეტყვი. და მომავალ შეხვედრამდე უკარი მუსიცირე, კითხვები რაც გექნება დაწერე და მომავალ შეხვედრამდე.